1921 წლის 16 მარტს ხელი მოეწერა მოსკოვში რუსეთსა და თურქეთს შორის მეგობრობისა და ძლობის ხელშეკრულებას. ეს ფოტო გადაღებულია ხელმოწერამდე სულ რამდენიმე საათით ადრე. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს ჯერ კიდევ თავისუფალი სახელმწიფოს ბედი. ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ტაო-კლარჯეთის ნაწილი თურქეთის შემადგენლობაში გადადიოდა. როგორც ჩანს, ეს იყო იმ მეგობრობის ფასი, რომელიც თურქეთმა და რუსეთმა ამ ხელშეკრულებაში ჩადეს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ კარგით, თქვათ, რუს კომუნისტებს არ ედარდებოდათ საქართველოს ისტორიული მიწები, მაგრამ ქართველმა კომუნისტებმა და ბოლშევიკებმა არ იცოდნენ რა ხდებოდა კულუარებში. იმ დროს რუსეთის ფედერაციის ელჩი თურქეთში იყო ქართველი ბოლშევიკი ბუდუმ დივანი, რომელმაც მართლაც რომ კარგად იცოდა ყველა ნიუანსი რა ხდებოდა მოლაპარაკებების დროს. რომ აღარაფერი ვთქვათ, კრემლში მყოფ სტალინსა და ორჯონიკიძეზე.